BBC-ს საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით დღეს ვრცლად ისაუბრა ირაკლი კობახიძემ. როგორც მან ბრიფინგის დროს განაცხადა, ნივთმტკიცება კამიტი, რომლის გამოყენებაზეცაა საუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დროს. კობახიძის განცხადებით, ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული, ანალიზი გაუკეთდება. კითხვაზე კოდის UN 3439 ქვეშ შემავალი სხვა ნივთიერებები იყო თუ არა შეძენილი და გამოყენებული, პრემიერმა აღნიშნა, იმ კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული ნივთიერებები. დამაზუსტებელ კითხვაზე იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები გამოყენებული 2024 წლის აქციების დროს, პრემიერი აღნიშნავს, სავარაუდოდ იქნებოდა. ამასთან ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. ვრცლად ნახეთ ირაკლი კობახიძის კომენტარი. კიდევ ერთხელ მინდა გამოეხმაუროთ ტელეკომპანია BBC-ს მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გავრცელა ცრუ ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება კამიტი გამოიყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. დავითვე ცხადია, რომ BBC-ს სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნა საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მოხდის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნა საბაბი ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება. ახლოვდება ევთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორგის შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეესწებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისე როგორც BBC-ს სიუჟეტის სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედია საშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ს მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად გეგმავთ მიმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. გამარჯობა, რუსუდან დუმბაძე, TV პირველი. ისევ BBC-ს გამოძიებაზე დაგისვამთ ბატონო ირაკლი კითხვებს. ვარაუდი, რომელიც გამოთქვა BBC-მ, ეყრდნობა რამდენიმე მიმართულებით მოპოვებულ ინფორმაციას და მათ შორის ეს არის კონფიდენციალური დოკუმენტი. როგორც BBC ამბობს, ეს არის GDD-ს 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, სადაც არის ჩამოთვლილი ნივთიერებები და მათ შორის ქიმიური ფხვნილები გეცოდინებათ და ერთ-ერთი ფხვნილი კოდით UN 34-39 არის საეჭვო. მათ გადაამოწმა შემდგომ ექიმებთან და ითქვა, რომ ეს არის ნივთიერება, რომელიც არ უნდა იყოს გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ. ის, რომ შარშან წყლის ჭაულში იყო რაღაც გარეული, ამას შარშანვე ამბობდა ალექსანდრე დარახველიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი. და შემდგომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ უწყებებისგან, რომ გვითხრით რა ნივთიერება იყო გარეული. და იმის თქვენ ამბობთ, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია. აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ნივთიერება იყო გარეული. ამ კითხვაზე პასუხი დაასრულებ და საერთოდ ამ ამბავს ალბათ. თქვენ შეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეხება კონკრეტულად ინფორმაციას კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით,
ამაზე პრაქტიკულად გიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც უკვე შეიძლება ითქვას. დანარჩენი მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა დეტალი ფულთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული საზოგადოების იმაში. საკმაოდ სერიოზული საქმე ალბათ და დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მძიმეა ეს სერიოზული ტყუილია, შეიძლება პასუხის გაცემა. პასუხის გაცემა სჭირდება და მეტი გამჭვირვალობა. ანუ აპირებს თუ არა მკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვეტყვის რა გამოიყენეს? კიდევ ერთხელ პირველი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა, ის რომ კამიტი არ გამოყენებულა, შესაბამისად BBC-ის სიცურეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გამოძიების დასრულებისთანავე, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რაც შეეხება ნივთიერება კამიტის გამოყენებას, ეს უკვე უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და ანალიზით დაყრდნობით, რომელიც მის ხელთა დანარჩენი დეტალური ინფორმაცია წარადგენება საზოგადოებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ BBC-ის სიცურეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ როგორც რეგულირებულ კომისიას ბრიტანეთში, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებას უნდა უარყოს BBC-მ ის თუ ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა სპეცსამსახურების ხელმძღვანელობამ. აი ამაზე მართლმსაჯულებაზე გკითხავთ, უბრალოდ ამას მაინც დავუბრუნდები, როგორც აქ არის განმარტებული ეს ქიმიური სითხე, ეს კოდი მოიცავს ბევრ ნივთიერებას და არა მხოლოდ კამიტს. კამიტზეც მაქვს კითხვა, ვახტანგ გომელაური სულ სხვა რამეს ამბობდა და შემდეგ გელაძე სულ სხვა რამეს ამბობდა. ამიტომ არის კითხვები. გითხარით გამოძიების დასრულებას რატომ ელოდებით? გითხარით და გაფანტეთ ეს სპეკულაციები თუ კი ხედავთ რომ სპეკულაცია. ვახტანგ გომელაურმა უკაცრავად თქვა ასეთი რამ, რომ ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი. არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული და მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გეგა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული. ამიტომ ასე ვთქვათ, უთანხმოება არ არის ამ ორ განცხადებას შორის. ზოგადად საუბრობდა ბატონი ვახტანგ გომელაური მასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები იყო შეძენილი, ფხნილი იყო შეძენილი 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება ბატონ გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხნილი არ შეიცავდა, შესაბამისად BBC უკვე არის მხილებული ძალიან უხეშ ტყუილში. ჩვენ არ ვიცით რომელი ხართ მართალი. ამიტომ არის საჭირო გამოქვეყნება რა ნივთიერება იყო გარეული. გამოვიყენებთ სამ რამეს. და რატომ არ გაასაჯაროვეთ? მთელი ერთი წელი, ანუ BBC-ს დასკვნის მერე ხომ თუ ამ ვარაუდის მერე ხომ არ რამეს. პირველ რიგში ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება, მეორე ეს არის მიმართვა ბრიტანულ კომუნიკაციების კომისიაში და მესამე ეს არის საერთაშორისო მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, სამივე ეს ინსტანცია იმუშავებს ბატონო ირაკლი. ეს ნივთიერება, ეს კოდი აერთიანებს სხვადასხვა ნივთიერებას და BBC-ს ექიმები, სპეციალისტები ეუბნებიან, რომ ყველა ნივთიერება, რომელიც ამ კოდის რაღაც ქოლგის ქვეშ არის აკრძალული. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს კითხვა, მთელი ერთი წელია თუ კი უწყებებს აქვს კითხვა. კი, ამაზე იყო საუბარი. კონკრეტული კოდის ქვეშ. ამ კოდის ქვეშ. ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი, რომელიც არის აკრძალული. და იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული. ანუ სხვა ნივთიერებები შეიძლება იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, არ აკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. ანუ ეს დოკუმენტი, რაც გამოქვეყნებულია ამ BBC-ს გამოძიებაში, ამ დოკუმენტს თქვენ ადასტურებთ? არსებობს ეს რეალურია, აბსოლუტურია? კოდი? კოდზე საუბრობ? ხო, აი ინვენტარიზაციის სია, სადაც აი ეს კოდებიც არის ჩამოთვლილი. კი, კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული ნივთიერებები. ხო, ხვდებით, რასაც ვამბობ. კოდი არაფერს არ იძლევა საერთოდ. შეისწავლეს ეს კოდები, ხო, ერთი BBC-მ ამ დროს გააკეთა რა, რომ მიუთითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული, რაც ხო უხეში ტყუილი. ეს გააკეთა BBC. BBC ვარაუდობს ამაზე და სხვა ინფორმაციებზე. ვარაუდამდე ჩამოვიდით თან, ხო, ესეც საინტერესოა. ანუ ამ კოდის ქვეშ კეცებითი ფორმით აცხადებდა. ბატონო ირაკლი, ეს ნივთიერებები, რაც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ.
იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული და შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. დანარჩენს დეტალურად წარმოგიდგენთ სრულ ინფორმაციას გამოძიებას გამოიყენეთ. იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები გამოყენებული 24 წლის აქციების. იქნებოდა სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ეს ხვნილი იქნა შეძენილი. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ კოდი არაფერს არ იძლევა, იმიტომ რომ კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული. ეს კოდი საერთოდ არაფერს არ იძლევა. ჩვენ საუბრობთ კოდზე 34-39 ამ კოდზე საუბრობთ. და რაკიღა არსებობს ყოფილი სპეცრაზმელის ასე ვთქვათ განცხადება, რომ დაშვებული არ იყო აკრძალული ნივთიერებები და შემდგომ მაინც ივსებოდა წყლის ჭავლის მანქანები. ამით ამ ნივთიერებით თქვენ რა სიტყვით ამაზე? ის მართავდა, ის იყო ხელმძღვანელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ვინც არის, ხო იცით? რამდენი ტყუილი აქვს აქამდე ნათქვამი ამ კონკრეტულ სპეცრაზმას. შესაბამისად არავითარი სანდოობა ამ კონკრეტულ ადამიანს არ აქვს, ხო? მე მგონი საუბარი იგივე ადამიანზე, რომელიც გაიქცა ერთ-ერთ ქვეყანაში თავის დროზე, ხო? და სანდოობა შეიძლება კონდეს ასეთ ადამიანს. სანდოობა თქვენს გჭირდება? ის არის რეალურად საკუთარი მუნდირის მოღალატე. გაიქცა, თავშესაფარი მიიღო 4 ქვეყანაში, იმის სანაცვლოდ, რომ საუბრობს 1000 ტყუილზე, ხო? ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, ხო? მუნდირის მოღალატე არ შეიძლება გამოიყენოთ როგორც მოწმე. ბატონო ირაკლი, ამ ნივთიერებებზე ბოლო კითხვას დაგესვამთ. ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები იყო შეძენილი სახელმწიფოს მიერ, სავარაუდოდ ეს იყო გამოყენებული 24 წლის აქციების დროსაც, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერებები გაქვთ გამოყენებული, ამაზე შსს არაპირებს რომ ისაუბროს. რას ქვია არაპირებს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. რას ქვია არაპირებს? მაგრამ ამას გამოძიება რა სჭირდება? შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხო შეუძლია ერთია დოკუმენტაცია და მეორე არის თვითონ ფხნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩადარდება და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ ინფორმაციას. ფხნილის ანალიზი არ კეთდება, ან არ არის ცნობილი ვიდრე შეიძლება ვიდრე გამოიყენა. და გაკეთეს რა თქმა უნდა. ბატონო? თუ ის გამოყენებული იყო მანამდე ხო? გამოძიების ფარგლებში უნდა ჩადარდეს ყველაფრის დეტალური ანალიზი. ერთია თავის დროზე დოკუმენტაცია რაც იყო და მეორე ანალიზი და ახლა როცა დაიწყო გამოძიება უნდა ჩადარდეს რა თქმა უნდა ფხნილის ანალიზიც. საერთაშორისო მართლმსაჯულებას მივმართავთ ვამბობთ რა შემთხვევაში ჩათვლით საჭიროთ რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება ამ თემაზე. პირველ რიგში მიმართავთ ბრიტანულ კომისიას დაულოდებით იქ გადაწყვეტილებას საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიმართოთ ნახოთ. თუ საჭირო გახდა ეს შემდგომი ინსტანციის გამოყენება. კარგი, შევაჯამებ. ამ კოდის ქვეშ არსებული აკრძალული ნივთიერებები სახელმწიფოს შესყიდული არ ჰქონია არასდროს? კიდევ ერთხელ გამიმეორებ, კონკრეტულად ნივთიერება კამიტი ეს უკვე შეიძლება ითქვას. 34-39 რაც მარტივად იყო დადგენილი და დადგენადი ნივთიერება კამიტი არ შედიოდა. დანარჩენზე ანალიზები გრძელდება და დეტალური ინფორმაცია წარადგინება საზოგადოებას. 34-39 კოდის ქვეშ. კოდის ქვეშ არის, დიახ. კამიტიც არის. აკრძალული სხვა შეიძლება იყოს აკრძალული. კამიტიც არის ამ კოდის ქვეშ, თუმცა უკვე რაც შეიძლება ითქვას, კამიტს არ შეიცავდა ეს კონკრეტული ფხნილი. დანარჩენი დეტალური ანალიზი წარადგინება საზოგადოებას, ხო? ერთია ერთი ნივთიერების დადგენა და მეორე აკრძალული ნივთიერებები იყო შეძენილი. მაგას ადგენს გამოძიება, რაიმე აკრძალული შეიცავდა თუ არა, ხო? ეს უნდა გამოძიება ოფიციალურად და შემდეგ წარადგინება საზოგადოებას ინფორმაცია. ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული, ამას დაადგენს გამოძიება და საზოგადოებას ესწრებება მოგვიანებით. ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა, თქვენ უნდა გწოდნოდათ ამ დრომდე და გაგენადგურებინათ თუ კი იყო აკრძალული. ანალიზი დაადგენს ეს ფხნილი შეიცავდა თუ არა აკრძალულ ნივთიერებას. და აი ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა 2009 წლიდან თუ რომელ წელსაც ამბობთ, ანუ ამის მერე ხომ უნდა თქვენ დაგედგინათ რა არის საწყობში, რა ნივთიერება გაქვთ დასაწყობებული, რა არის გასაქრობილი. თქვენ გავალდებულებთ საერთაშორისო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს ფხნილი, თუმცა ყველაფერს კიდევ ერთხელ გადახედავს გამოძიება. BBC-ს მიერ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დილიდან გამოკითხვები მიმდინარეობს როგორც სასამართლოში მაგისტრი მოსამართლეების წინაშე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გამოკითხვაზე დაბარებული არიან ჟურნალისტურ მასალაში მონაწილე პირები.
გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი, შეიძლება 20 წუთიც. კითხვები ეხებოდა იმას, რაიმე ჩემი განათლება, რომელიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო განათლებას. საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის და კიდევ ერთხელ ვისაუბრე იმაზე, თუ რას ვფიქრობ ქართულ ოცნებაზე. საიდან გავიგე რომ კამიტი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო. რა უთხარით? სტატიიდან ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. შეგიძლიათ კამიტზე მხოლოდ ის კითხე, საიდან გაიგეთ, სხვა არანაირი კითხვა არ გონიათ? არ ვიცი რატო დამიბარეს, ანუ ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ამაზე საუბრობ საჯაროდ. თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ. გამორიცხავთ თუ არა, რომ ეს საქმე სწორად გამოიყენონ, მათ შორის უფლებადამცველების წინააღმდეგ, ექიმების წინააღმდეგ, რომ საქმე იცით რა არის ახლა, რა თქმა უნდა, აქ არაფერს არ გამოურიცხავთ, ხომ? ყველაფერი არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ეს არ არის დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანო და დამოუკიდებელი სასამართლო. ამას ყველაფერს ისინი აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული, ხო? და სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის და მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელსაც ისინი თვითონ არ აცხადებენ, არ ამბობენ. ცოტა გაუგებარი არის საერთოდ რატო ვიყავი დაბარებული, იმიტომ რომ ძირითადი კითხვები დღევანდელ დღეს შეეხებოდა ფაქტობრივად იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც მე BBC-ს მივეც. კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის უცნობია რა საშუალებები იქნა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ, ამასთან დაკავშირებით საი ამ კეთილსინდისიერად, როგორც პროფესიონალურმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვი წერილით მიმართა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პასუხი არ მიგვიღია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენ გვაცნობა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქიმიური საშუალებები, რა აქტიური სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა საშუალებები იქნა გამოყენებული, ამრიგად ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის უცნობი. ძირითადი კითხვები იყო ჩემს განათლებაზე, ბექგრაუნდზე, სად ვსწავლობდი, ჩემი სამეცნიერო ხარისხი როგორია, სად დავამთავრე, დეტალებში აუხსენი, ასე ვთქვათ, მოსამართლეს თუ რა იყო ჩვენი კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია და დასკვნა. უბრალოდ გამოძიების მხარეს ისევ ქონდა კითხვები თუ დასკვნა რა იყო, როდესაც მე უკვე ამაზე პასუხი გავეცი. ანუ როგორც ჩანს, ვერ მიხვდა ზუსტად, ასე ვთქვათ, კვლევის მეთოდოლოგიებში, ასე ვთქვათ, კარგად არ იყო გარკვეული, დასკვნაშიც ალბათ კარგად არ იყო გარკვეული და მე დამჩა შთაბეჭდილება, რომ წაკითხული არ ქონდათ კვლევა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ალბათ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს ნებისმიერი ამის, ასე ვთქვათ, მოლოდი. ჩვენ სამივე ფიგურირებთ და მონაწილეობას ხვებულობდით კვლევის პროცესში, შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს. მეორე მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ასე ვთქვათ, ქონდეთ იმის მცდელობა, რომ მომავალში, ასე ვთქვათ, რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე ქონდეთ ფსიქოლოგიური თუ სხვანაირი ზემოქმედება. აინტერესებდათ, ანუ ფიგურირებდა თუ არა კამიტე ჩვენ სტატიაში და ეყრდნობოდა თუ არა BBC-ს, ასე ვთქვათ, კვლევა ჩვენ სტატიას და ამაზე გავეცით ის პასუხი, რომ შესაბამისად ჩვენ კვლევაში კამიტე და ის ერთი ნივთიერება, რომელიც მანამდე იყო ნახსენები TCI ნივთიერება, ანუ წყალში გამხსნელი, ამაზე საუბარი არ ყოფილა და BBC რას ეყრდნობა და რა მტკიცებულებებზე საუბრობს, არის კონკრეტულ მონაკვეთებში მიოცემული. გაოგნებული ვარ. სამეცნიერო შრომა დაიწერა, ეს არის კლინიკური შრომა. ეხლებაში უნდა მიეცნო ეს ამბავი. კი ბატონო, თუ სამშობლო სიყვარული, ამდენი სიკეთე, რომელიც ჩვენ გიკეთებია, გინდათ კლინიკურად, გინდათ სამეცნიერო, გინდათ გადაწყვიტონ თვითონ. მე მგონია ჯერ კიდევ, რომ აი სიზმარში ვარ. ეს იყო მიზან მიმართულად, სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ გამოფხიზლებულიყო ჯანდაცვის სამინისტრო, რომ თუ რამე იყო გასაკეთებელი, ეს ბავშვი იქნებოდა დიდი თუ პატარა, არ გართულებოდა რაიმე დაავადება. და დავიმართა ხოლმე მაგას ვიძახდი, ამიტომ გაუგებარია რა მტრული რაში დავეხმარე მტრულად. და მეორე გამოხუცარი ასევე გამოძიების, რომ დაიწყეს ეხლა სამართლებრივი ძალაუფლების გადამეტებაზე
სამსახურებრივი ძალაუფლების გადამეტებას დაიწყეს გამოძიება, ასევე 1 წლის შემდეგ აქამდე მაგაზე და გამოძიება იყო დაწყებული, თუმცა BBC-ს ფილმის შემდეგ რატომაც ეხლა დაინახეს სამსახურებრივი ძალაუფლების გადამეტება. ორივე საქმეზე არის გამოძიება დაწყებული, სავარაუდოდ ორივე საქმეზე დამკითხავენ. თუმცა ხო სუსში მისვლაზე განაცხადა უარი, პირდაპირ მომიწევს სასამართლოზე მისვლა, სადაც უკვე მოსამართლის წინაშე ვიცოდეთ ჩვენებას. რა მოხუც წარადგინეს, არის სრული სიგიჯე, ესეთი რაღაცა ხდებოდა საბჭოთა კავშირში. ცნობისათვის BBC-ს გამოძიების მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭალში სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება კამიტე გამოიყენა. დემონსტრანტები ყვებოდნენ, რომ ჭავლი კანს წვავდა, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. განცხადების თანახმად გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და 319 მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 4 პირია დაკავებული. სამართალდამცველება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. მათ შორის 150 გრამამდე კოკაინი, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 497 კაფსულა მორფინი და კოდეინის შემცველი ფხვიერი მასა, ასევე 1 ლიტრი და 200 გრამი კეტამინის სითხე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261, 262 და 263 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარადგინა. საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში 1 პირის მკვლელობისა და 2 პირის დაჭრის, ცეცხლსროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ნოემბერს ქუთაისში ანგარიშ სწორების მოტივით ბრალდებულმა რევოლვერიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო დატარებდა, ცეცხლი გაუხსნა 3 პირს, რომელთაგან 1 პირი მოკლა, ხოლო 2 კი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულიც ხელკვალზე დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ვენეცია დაემატა. ქუთაისიდან პირდაპირ საჰაერო გზით რომისა და მილანის შემდეგ იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი. ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია ვიზიარი რეისებს ვენეცია-ქუთაისი ვენეციის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321 neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარი დევიძე მიესალმნენ. მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან. დღეს ჩვენს აეროპორტს ახალი მიმართულება ვენეცია დაემატა. წელს ეს არის მეორე ახალი მიმართულება ლიონის შემდეგ ჩვენი აეროპორტისთვის. ავიაკომპანია ვიზეირი საქართველოს ავიაბაზარზე კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, რომელიც მოემსახურა 1,700,000-ზე მეტ მგზავრს და 3,900-ზე მეტ ფრენას. ავიაკომპანია ვიზიარის მიერ ახალი ავიარეისის დამატება იტალიის, კერძოდ ვენეციის მიმართულებით კიდევ უფრო აძლიერებს და ამყარებს ქუთაისის აეროპორტის როლს, როგორც ერთ-ერთი საკვანძო და სტრატეგიული აეროპორტის საქართველოში. რაც შეგვეხება ჩვენ იმერეთის ტურიზმის სამსახურს, ჩვენ ამ შესაძლებლობას განვიხილავთ როგორც ახალ იმპულს ტურიზმის განვითარების, რა თქმა უნდა გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, როგორც პროფესიული, ასევე საქმიანი, კულტურული ურთიერთობების დამყარებისთვის. ქუთაისის აეროპორტი საკმაოდ ხშირად
სარგებლობთ, შეიძლება ვისაგვარად ტურისტული მიზნებით ძირითადად და ძალიან კარგია, ემოტება ახალი მიმართულებები, ემოტება ახალი ქალაქები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტად კარგად ვიმოგზაუროთ, მეტად დავგეგმოთ უფრო საინტერესოდ ჩვენი მოგზაურობები და უფრო დროულად და კარგად მოვასწროთ ჩასვლა და გადასვლა. კარგი არის, სასიამოვნოა, ვენეცია რო დაემატა და ვიმედოვნებთ, რომ მალე კიდევ ბევრი სხვა ახალი რეისი დაგვემატება. ძალიან მოხარული ვარ ამ პირველი რეისით, მილანით დავდიოდი და მთელი ღამეებს ვათევდი იქ, რომ დილით გამოფრენილიყავი და წამოსულიყავი ოჯახში და მოსიყვარულებოდი ოჯახს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ფოთში მეებაჟე ოფიცერი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. ბრალდებულმა კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 1000 ამერიკული დოლარის ოდენობით. სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისათვის, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 310 ლიტრი საწვავი მოიპარეს. დაკავებულია 2 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შპს სპენუს ჯგუფში ტექნიკოსებად იყვნენ დასაქმებული. ისინი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან წინასწარი შეთანხმებით ფარულად დაეფუძნენ 310 ლიტრ საწვავს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჭხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.